მრავალი ამბის მომსწრია გურჯაანი. ბევრი რამ მომხდარა აქ. ბრძოლები გადაგვიტანია, ქვეყანა დაგვიცავს. დაუნგრევიათ და აგვიშენებია. გვისწავლია, წაგვიკითხავს, გვინახავს და მერე ეს ცოდნა ნანახი და გადანახული სხვისთვის გადაგვიცია. ღვინო ჩამოგვისხავს, დაგვილევია, გვიმასპინძლია და სტუმრისთვის არაფერი მოგვიგნია. 1915 წელს რკინიგზა აგვიშენებია და ამ ლიანდაგებით ისტორიულად მნიშვნელოვანი გზები გაგვიყვანოს. რამდენი გაოგნებულა ჩვენი სამკურნალო ტალახით. ვახუშტი ბატონიშვილს რომ უთქვამს, ეს ის ადგილია, სადაც სხეული იბანება და ავადმყოფის ძლეულიაო. უცხოელი მოგზაურიც რომ გადარეულა ამ თიხის ტბებით, ძვალსა კუნს ათბობს და კურნავს ეს ბუშტოვანი აირებია. მეფე ერეკლე მეორე რომ ხშირად ჩერდებოდა. დარეჯან დედოფალს რომ ველის ციხე უყვარდა. ვახტანგ გორგასალს რომ სოფელი ჭერემი დაუარსებია. ჯერ მარტო ეს ამბები რა დღეს, რამდენად ფასობს, როგორ გვიამაყება. ძლიერი მმართველების, უდრეკი ხასიათის, შრომელი ხალხის, არ დათმობის, არ გატანის, სამშობლოს სიყვარულისა და თავდადების სახია კახეთი. აქაურობისთვის კი ქართველთა სადგომი ტყუილად არ შეუქმნებიათ. გურჯაანი, ქალაქი, სადაც ყველაფერი ქართულია.